ბრიუსელიდან გასაჯაროებული 8 პუნქტიანი მოთხოვნების ჩამონათვალი, რომლის შესრულებას ვიზა ლიბერალიზაციის შენარჩუნების წინაპირობა იქნება, ისევე განხილვის საგანია პოლიტიკურ სპექტრში. საქართველოს ხელისუფლებას ამ მოთხოვნების შესასრულებლად დრო 31 აგვისტომდე აქვს. მოთხოვნებს შორის არის კონკრეტული კანონების გაუქმება, დაკავებულთა გათავისუფლება და ხელისუფლებისა და საზოგადოების ღია დიალოგი. ქართულმა ოცნებამ ამ განცხადებას რამოდენიმე დღის წინ პოლიტსაბჭოს ვრცელი განცხადებით უპასუხა და ასევე აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის გახსნის საკითხზე ზეწოლა ისევ გრძელდება. პარალელურად გუშინ რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა სტატია გაავრცელა, სადაც ის წერს, რომ იტალიის ხელმძღვანელობით დაახლოებით 8 სახელმწიფო ვიზა ლიბერალიზაციის შენარჩუნების წინააღმდეგ წავიდა, რადგან მათი თქმით ეს ევროკავშირის მხრიდან არაპროპორციული ზომა იქნება. არანაირი ილუზია არ აქვს, რომ ეს მოღალატეთა კრიმინალთა რუსული ბანდა რაიმეს გააკეთებს იმისათვის, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი არ გადადგას საქართველოს იზოლაციისკენ პუტინის გეგმის შესაბამისად. და ბუნებრივია, არაფერს არ გააკეთებენ და ქვეყანას თვითონ დაასანქცირებენ, რაც ძალიან სამწუხარო იქნება. ჩვენ მიუხედავად ამისა, მაინც არ კარგავთ იმედს, ვთხოვთ ჩვენს ევროკავშირელ მეგობრებს, რომ თუ სანქციების დაწესება, სანქციები უნდა დაწესდეს ამ მოღალატების ძინა ივანიშვილზე და მის მოღალატეთა კრიმინალთა ბანდის წევრებზე, მათი ოჯახის წევრებზე და არა რიგით ქართველებზე. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, გიორგი გახარია გადის კარდა აკეთებს ყველაფერს, რომ უდისო მიმოსვლა შევინარჩუნოთ. ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. ამ ეტაპზე მივახციეთ იმას, რომ გადავადდა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, სადღაცას გაწყდება ეს სამწუხაროდ. იმიტომ რომ რო არ გაწყდეს ამისთვის, უნდა დაანახო ევროკავშირს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, რომ მე მზად ვარ, რომ უკეთესობისკენ შევცვალო ვითარება. უვიზო მიმოსვლა დღეს არის საქართველოს მithumetes იმ პირობებში, როცა ანტიევროპელი მთავრობა ყავს. ერთადერთი პოლიტიკურ სამართლებრივი ბმა ევროპასთან. ესეც თუ დავკარგეთ, მეგობრებო, ეს არის საქართველოს სრული იზოლაცია. ვის აწყობს საქართველოს სრული იზოლაცია? რუსეთს. ჩვენ ვაკვირდებით, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ველით წინასაარჩევნოთ სიტუაციის გაცხელებას უცხოეთის მხრიდან და მცდელობას, რომ შიდა ოპოზიცია გააძლიერონ რაღაცნაირად. სინამდვილეში სწორედ ამ პროცესს ვაკვირდებით, იმიტომ რომ რეალურად არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ეს ვიზასთან დაკავშირებული პროცესი ყოველთვის იყო ხოლმე სამუშაო პროცესი. საქართველოს ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა, ხან 8 რეკომენდაცია იყო, ხან 5 და ხან 15. საბოლოო ჯამში ყველაფერი დავიდა 2-3 კანონთან, 2-3 საკითხთან, რომელიც კანონებზე ძირითადად საუბარი. სწორედ ეს მიანიშნებს იმას, რომ ამ საკითხების გამოყენება ხდება პოლიტიკური შანტაჟისთვის, თორე სინამდვილეში ამ კანონებს აბსოლუტურად არანაირი კავშირი უვიზო სისტემის გამართულად ფუნქციონირებასთან არ აქვს. სტიქია ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ გომაროში ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ღვარცოფულმა მასამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები, ეზოები და ავტომობილები. ამ დროისთვის სპეციალური ტექნიკა მუშაობს და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. დაზარალებული ოჯახები მეზობლებთან არიან გადანაწილებულები. სტიქიამ მოსახლეობა ასევე დააზარალა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოყაშიც. იყო 7:30 იქნებოდა 100. გამოვედით გარეთ. უეცრად მოვარდა ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარეთ. მთავარი იყო ბავშვები გამევიყვანეთ და დავცალეთ სახლები და წევედით აქეთ. სტუმრები ყვავდნენ, რაღაცა სტუმრებმა გავასწარეთ, აღარ დევეძე, ჩემთან თავწუხაროდ. ჩვენი ეს ბოსელი, ეს სახლი, ეს ეზოკარი, ეს ჩემი ასული. ის მეზობლის არის. ორი სახლის როა დაინგრა, ხო? ის სახლი არის დანგრეული. ესიც ახლა არ გვიშვებენ შიგნი, იმიტომ რომ აქედან წყალი რომ მიაწვა, დაბლა სახლში შევიდა წყალი. 80 წელია. აქ ცხოვრობ. ასეთი რამე ჩვენ არ გვინახავს. ასეთი ღვარცოფი, ასეთი წვიმა, ასეთი რამე არ ყოფილა. კი იყო წყალდიდობები რაღაცა, მაგრამ ასეთი არ ყოფილა. ამჟამად საბედნიეროდ არ არის მსხვერპლი, ხალხი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი, მოსახლეობა. ამჟამად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ჩართულია როგორც ადიგენის მერია, ესევე მეზობელი მუნიციპალიტეტები, კერძოდ ბორჯომის რაიონიდან მოდის 4 ერთეული თვითმცლელი სატვირთო ავტომანქანა, ასევე ჩართულია კერძო სექტორი, საგზაო დეპარტამენტი, ველოდებით მძიმე ტექნიკას და უახლოეს საათებში
მოხდება დაგროვილი ქვაღორღის გატანა. დაახლოებით 3-ისკენ ახლა და მე სტიქია მოვიდა 6-ისკენ მოვიდა უკვე სტიქია და განარჩენი უბედურებას ხედავთ რა საიაგე მოსული. და ჩვეულებრივი გზა იყო, სამანქანო გზა იყო, ეგერ ჩადიოდა ღელე აქ ბოსტანი ქონდა, საცელი ქონდა, ბოსელი, კუხნა აგერაა და რავი მანქანები გალაგებული ეზოში ზევით და რავი ჩამოიტანა ყველაფერი აგერა დაბლა. აქ მდინარე არ იყო. არა, ეს გზა იყო ჩვეულებრივი სამანქანო გზა იყო. და 5-6 სახლია დაზიანებული რა. იერი წვიმა იყო რა, რასაც ქნა. ქარიშხალი ეხლა და უცებ წამოვიდა. ვერც გავიაზრე რა მოხდა უბრალოდ. რო გავიხედე და ეს საზაფხულო ქოხი აგერ ჩანს. რო გავიხედე და თავის ადგილას აღარ იყო, მე მივხვდი რომ რაღაც საშინელება ხდებოდა და უკვე შევეცადე რომ გამოვსულიყავი სახლიდან როგორმე რა. შემდეგ პატარა მანქანას ჩანს აგერ ეს სახლსა და ბოსეს შორის მეყენა, რომელიც ეგრევე სათამაშო მანქანასავით აიღო რა გადმოისროლა იმას ზაბოს. და რასაც ხედავთ წყალს ხო? ამაზე მეტი მდინარე აქ არ ყოფილა, არ ადიდებულა რა ამაზე მეტად. მაგრამ ეს რა ვიცი, საიდან მოხდა, საიდან მოვიდა ამდენი ქვის მასა, ვერ წარმოვიდგეთ უბრალოდ. ძირითადად ორი სოფელი დაზარალდა, ეს არის შოყა და გომარო. ახლა ჩვენ გომაროში ვიმყოფებით. აქ 7 ოჯახის ევაკუაცია მოგვიხდა. ფაქტიურად აქ ისეთი სავალალო მდგომარეობა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ხედავთ რა სირთულეები არის, გაცილებით ცუდი მდგომარეობა ჰქონდა გუშინ სოფელ შოყაში, სადაც შეიძლება ითქვას, აი საკუთარი სიცოცხლის ფასად სამაშორო სამსახურმა პოლიცია ყველამ ერთად, აი შეიძლება ითქვას, რომ 5 წუთში შეიქმნა შტაბი ადგილზევე, რომელსაც კოორდინაციას უწევდა საგანგებო სამსახური. დღეიდან უკვე ჩვენ გვაქვს მიცემული განკარგულება შესაბამის სამსახურებისთვის, რომ მოვიძიოთ ბიდები, სადაც ქირით გავიყვანთ. ეხლა უკვე კომისია ემზადება, დაათვალიერებს ყველაფერს და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ და ჩვენ მთავრობას სტიქიის პირისპირ არასოდეს ჩვენი მოსახლეობა არ დაგვიტოვებია მარტო. ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის სოცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც პარტიამ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ნელსონ მალინსის ლობისტიკური კომპანია დაიქირავა. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ლობისტურ კომპანიას ნაციონალურმა მოძრაობამ 360,000 ამერიკული დოლარი გადაუხადა. რა არის მიზანი? ადვოკატირება შეერთებული შტატების მთავრობის წინაშე. არჩევნებისა და დახმარების გაწევა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დიპლომატიური საქმიანობის მხარდაჭერისთვის შეერთებულ შტატებში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ძალისხმევის ხელშეწყობა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფისთვის აღნიშნულია 11 ივლისს გამოქვეყნებულ დოკუმენტში. ლობისტური კომპანია აქტიურად აფინანსებს ორივე პარტიის კონგრესისა და საპრეზიდენტო კანდიდატების პოლიტიკურ კამპანიებს, მათ შორისაა სამხრეთ კაროლინელი კონგრესმენი ჯო უილსონი. ვცდილობენ რომ წარმოაჩინონ, რომ თითქოს რომელიღაცა ლობისტური კომპანია, რომელიც თავისთავად თვითონ იღებს გასამბრძოლოს ამა თუ იმ პიროვნებისგან თუ ორგანიზაციისგან, რომ რაღაც საქმე გააკეთოს, თქვათ ლობირება გასწიოს ამა თუ იმ საკითხისა ამერიკის შეერთებულ შტატებში და კონგრესში, თურმე თვითონ აფინანსებს რომელიღაცა კონგრესმენის საარჩევნო კამპანიას. აი იმდენად ჩიხში არის ეს კრემლის პროპაგანდისტული ეს რაღაცა ნარატივი შესული, რომ ამგვარ ბოდვასაც არ ევიდება, თურმე ამერიკის კონგრესს აკონტროლებს ერთი ადამიანი, ჯო უილსონი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა. ესეც აი პრიმიტივიზმის დონეზე დაყვანილი რაღაცა რუსული იაფასიანი კამპანია. ჩვენ ვამბობდით, რომ აუცილებლად დადგებოდა ის დღეს თუ ხვალ, როდესაც გაირკვეოდა, რომ სინამდვილეში ჯო უილსონის აქტიურობის უკან იყო ფული. და ჩვენ დღეს გავიგეთ, რა არის თურმე ჯო უილსონის მხრიდან საქართველოს სიყვარულის და მეგობრობის ფასი. ეს არის 360,000 დოლარი, დაახლოებით 1 მილიონი ლარი. ქართულ პოლიტიკაში ჩვენ გვახსოვს, ბევრი ცდილობდა 1 მილიონი ლარის შოვნას, მილიონების შოვნას და როგორც ჩანს, ბატონ სანიკიძეს დღეს უკვე შეუერთდა ბატონ უილსონიც, რომელიც ქართული პოლიტიკიდან ცდილობს მილიონების შოვნას. ეს არის რეალურად მათი მეგობრობის, ვითომ მეგობრობის, პოლიტიკური აქტიურობის უკან სინამდვილეში დგას ფული და არა რაღაც ალტრუისტული ინტერესები, ნამდვილად საქართველოს სიყვარული.
პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციისა და მათი მედიების მხრიდან წარმოებულ კამპანიას ეხმიანება. შალვა პაპოშვილი სოციალურ ქსელში წერს პოსტის აქვეყნებს და კონკრეტულ კითხვებს სვამს. რამდენიმე დღეა პროპაგანდისტული მედია არკვევს, გთხოვს თუ არა ბრიუსელი კაცების ძალა დათხოვებას და ყოველ წელს 100 ნარჩევი გოგობიჭის მიგვრას. ამ ვითომ და გარკვევის მიზანის სინამდვილეში მათი პროპაგანდით ნაგარნახები აუდიტორიისთვის ემოციური შოკის დღიური რაციონის მიცემაა. სერიოზული საკითხის არამოტივირებულ ღლიცინში გადატანა ხომ ნაცადი პროპაგანდისტული ხერხია, რათა თავარი საკითხი ყურადღების მიღმა დარჩეს. თავარი კი ისაა, რომ ბრიუსელმა რატომღაც რეფერენდუმად გამოცხადებულ საპარლამენტო არჩევნებში ქართული ხალხის მიერ ხვამიცემული და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად ყველა ტრადიციული რელიგიის მიერ მხარდაჭერილი კანონის სრული გაუქმება მოითხოვა. იმ კანონისა, რომელზეც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ერიც და ბერიც შეთანხმებულია და რომელსაც უვიზო მიმოსვლასთან წესით არანაირი კავშირი არ აქვს. ბრიუსელის მაამებელი პროპაგანდის კვალი ჩანს მედიის ქცევაშიც, რომლებიც არაფრის ძალით არ მიმართავენ ამ საკითხში გარკვევის ყველაზე სწრაფ გზას, ევროკავშირის ელჩისთვის მარტივი კითხვების დასმას. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის ელჩი როგორც სხვა დროს არ დაზარდებათ და პასუხს გასცემს მათ კითხვებს. უნდა გაუქმდეს თუ არა ერთნაირ სქესიანთა ქორწინების და ქორწინების ალტერნატიული სამართლებრივი კავშირის აგრძელვა. უნდა გაუქმდეს თუ არა სქესის სამართლებრივად შეცვლის აგრძელვა. უნდა გაუქმდეს თუ არა ოფიციალურ დოკუმენტებში ბიოლოგიურისგან განსხვავებული სქესის მითითების აგრძელვა. უნდა გაუქმდეს თუ არა ბაღებში, სკოლებში LGBT პროპაგანდის აგრძელვა. პრემიერ-მინისტრმა ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტსა და უვიზო მიმოსვლის შეჩერებით ქართველი ხალხის შანტაჟზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის ქმედებები არაპროგნოზირებადია და არ ექვემდებარება რაციონალურ პოლიტიკას. 2011 წლიდან დაიწყო უკვე კამპანია ქართული ოცნების დამფუძნებლის წინააღმდეგ, ბატონი მიწინაევნიშვილის წინააღმდეგ და ზოგადად ამ ახალი მოძრაობის წინააღმდეგ, ქართული ოცნების წინააღმდეგ. ლაიტმოტივი ამ კამპანიის იყო ის, რომ თითქოს ახალი პოლიტიკური ძალა გაჩნდა რაღაც რუსულ საწყისებზე. ეს არის ეგრეთ წოდებული deep state-ის ხელწერა. ქვეყნების მიხედვით პრაქტიკულად ერთი და იგივეა, იდენტურია ეს ხელწერა. არის მარტივი რაღაც იარლიხი, პრორუსი და როდესაც ჩვენ გინდა ისეთი პოლიტიკური ძალა გამოიყვანო დისკრედიტირებულად აწებებ მარტივად ძალიან მარტივად მას პრორუსის იარაღს. ტრამპის გარდა არავინ ცდილობს ომის დასრულებას. პირიქით თქვენ თუ დააგვირდებით ევროპელი პოლიტიკოსების რიტორიკას, უმრავლესობას გულისხმობ, თლიანად არის მომართული ეს რიტორიკა ომის გახანგრძლივებისკენ. პირდაპირ ომის რიტორიკა წარმოებს. deep state-ის ინტერესი არის, რომ გახანგრძლივდეს ომი. ომის გახანგრძლივებისთვის ერთ-ერთი კარგი საშუალება საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. ბუნებრივია ეს შესძლო თეორიული სცენარი და პრაქტიკული სცენარი განადგურებას უხდის ჩვენს ქვეყანას, მაგრამ deep state-ისთვის იქნება ძალიან მონგებიანი. ეს მოახდენს რუსეთის ფედერაციის დამატებით დისკრედიტირებას. სამხედრო თვალსაზრისითაც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და დიდი ხნით წინააღმდეგობის გაწევა გაგვიჭირდება, რა თქმა უნდა, რუსეთს მეორე ფრონტი შეუქმნის პრობლემებს. ზეწოლა ქვეყანას ეკრძალდება, საქართველოს ეკრძალდება, ვიდრე არ გაქრება ომის ინტერესი, მანამდე ეს ზეწოლა აუცილებლად იქნება. ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან მიხეილ ფავლენიშვილთან ერთად სოფელ ზემო ხვედურეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 700 მეტრამდე ასფალტ-ბეტონის საფარის, სანიაღვრე არხის, მიერთებებისა და ეზოში შესასვლელების მოწყობა. სამუშაოები სრულდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. პროექტს ახორციელებს ამხანაგობა გზა 2023. ჩვენ ვიმყოფებით ქარელის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ ზემო ხვედურეთში, სადაც ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის ასფალტირება, ცენტრალური უბნებზე იგება ასფალტი, მოეწყო სარწყავსანიაღვრე არხები და მიმდინარეობს პირველი ფენის ასფალტირება. ეს არის სულ ღირებულება მილიონ ლარზე მეტ შეიცავს, ხოლო მანძილი რაც შეეხება დაიგება კილომეტრი და 700 მეტრის გზის მიმართულება. ამჟამად მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება პირველი ფენის, ქვედა ფენის. პარალელურად მიმდინარეობს გრუნტის სამუშაოების მოწყობა, მომზადება. დასრულებულია სანიაღვრე არხის მოწყობა და სავარაუდოდ უახლოს მომავალში უკვე ნახევარზე მეტი თითქმის დაგებულია უკვე ასფალტის საფარი. სავარაუდოდ ვთქვით, მაგრამ ვადებში ჩავედრეთ, მოცემულ ვადებში დასრულდება
მოწყობა ასფალტის საფარისა. ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ტულსი გაბარდმა მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ ბრალდება ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბარაკ ობამას მიერ იყო გამოგონილი. ტულსი გაბარდმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპის დისკრედიტაციის კამპანია Deep State-ის მიერ იყო დაგეგმილი და მის წარმოებაში სახელმწიფო სტრუქტურები სრულად იყო ჩართული. ტულსი გაბარდს Deep State-ის მხილებისთვის მადლობა უშუალოდ პრეზიდენტმა ტრამპმა გადაუხადა, რომელმაც მასალების შემდგომი რეაგირებისთვის იუსტიციის დეპარტამენტს გაუგზავნა. ეს საკითხი დღეს ამერიკული მედიისა და საზოგადოების აქტიური განხილვის საგანია. სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება Deep State-ის კარგად აპრობირებული ხელწერაა. ამისათვის ის ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად იყენებს მედიას, რომელიც ევროპაში Deep State-ის თითქმის სრულ ტოტალურ კონტროლსა და ცენზურას ექვემდებარება. მონოპოლიზებული მედიის წყალობით მარტივად შეუძლიათ ნებისმიერ პოლიტიკოსს ნებისმიერი იმიჯი შეუქმნან. მაგალითად, როგორც კი ფრანგული ოპოზიციის ლიდერის მარინ ლეპენის რეიტინგმა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია, მას მაშინვე მიეწებეს პრორუსის იარლიყი, ისე რომ საზოგადოებისთვის არავითარი მტკიცებულებები არ წარუდგენიათ. ანალოგიური მეთოდით ჩამოაშორეს პოლიტიკურ პროცესებს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ჯორჯესკუ. ის ჯერ პრორუსად გამოაცხადეს, ხოლო მოგვიანებით სასამართლომ ჯორჯესკუს სასარგებლოდ არჩევნებში TikTok-ის მეშვეობით რუსული ჩარევის ეჭვი გამოთქვა და არჩევნები ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გააუქმა. მოლდოვაში პრორუსის იარლიყის მიწებება იქცა საუკეთესო ინსტრუმენტად სასამართლო წესით ოპოზიციური ძალების ასაკრძალად. მტკიცებულებების წარდგენისთვის არც ამ შემთხვევაში შეუწუხებია ვინმეს თავი. უკვეწლებია Deep State-ის ანალოგიურ პროპაგანდას ებრძვის უნგრეთის ხელისუფლება. მხოლოდ იმიტომ, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობა თავისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ატარებს, ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას ებრძვის და მშვიდობის მხარეს დგას, ის პრორუს პოლიტიკოსად შერაცხეს. აქაც დღემდე არავის არავითარი მტკიცებულება არ გამოუქვეყნებია. ანალოგიურ კამპანიას ქართული საზოგადოება ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის დღიდან ადევნებს თვალს. ამ კამპანიაში Deep State ჩართული ყავს როგორც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია და NGO-ები, ისე მათი გარე პატრონები, მათ შორის ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები. ჩვენი ხელისუფლებისთვის პრორუსულის იარლიყის მიწებებას ერთადერთი მიზეზი აქვს, ჩვენ არ მოქმედებთ გარე დავალებებით. ხელისუფლების ყველა შტო გავწმინდეთ აგენტურისგან, ვიცავთ სუვერენიტეტს. არ დავუშვით LGBT პროპაგანდა და არ ჩავერთეთ ომში. პრორუსულობის მტკიცებულებების წარდგენით არც ჩვენთან შეუწუხებია ვინმეს თავი. Deep State-ის პროპაგანდის მძლავრი ხაზი მუშაობს მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ წლების მანძილზე გვესმის ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის პრორუსობისა და რუსული კავშირების შესახებ, დღემდე ამის დამადასტურებელი იოტისოდენა ფაქტიც კი არავის წარმოუდგენია საზოგადოებისთვის. საქმე გვაქვს გებელსისეულ პროპაგანდისტულ მეთოდებთან, როდესაც ჯერ ქმნი მტრისხატს და შემდეგ ოპონენტს მასთან კავშირს აბრალებ. ამგვარ პროპაგანდას არ ჭირდება არავითარი ფაქტები, მთავარია პროპაგანდა იყოს ტოტალური და გზავნილი, რაც შეიძლება მეტმა აგენტმა გაიმეოროს. მადლობა უნდა გადაუხადოთ ქალბატონ ტულსი გაბარდს Deep State-ის მხილებისთვის. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მეთოდებს იყენებს ოლიგარქების არაფორმალური მკვლელობა პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის, რადგან სიმართლით აღჭურვილი საზოგადოება სახელმწიფოს სიმტკიცის უმთავრესი გარანტია.